მშობლიური კახეთი. მოკლედ ნაკეიფარი მოვდივარ კახეთიდან და გზაზე შემოხვდა ჩემი მეგობარი, მაგარი ხაშლაბისტია რა. ფარები ამუნთე გააჩერა და 1-5 წუთი მოუნდა სანამ ეს უსამთხვევის ღვედი შეიხსნა. როგორ ახარ მეთქი? როგორ ვიქნები ბიჭო ამ პატრულის გადამ კიდე იგრე და მაშინეს ტუალეტში რო შავდივარ და უნიტაზზე ვждები, ტუალეტი ქაღალ, აი ეგრე ვიწე როგორ ემენი. ურჯანში პაპაი ბახში ზის პატარა ბალღი და შოკოლადებს აჭამს. აი გორა უდგა შოკოლადის ხაღალდების. უცხო კაცმა გამოიარა უყურა არა ჩერდება კაცი. შვილო, მაგნეს შოკოლადს რო ჭამო. კბილები გაგიფუჭდება, შაქარი დაგემართება და მალე მოკვდები. შენ იცი პაპა ჩემა რამდენი წელი იცოცხლო? არა 105. რათა ბევრ შოკოლადს ჭამდა. არა, სულის საქმეში არ ერეოდა. ახლა იყიდა მობილური რა და პირველი თავის მაგას დაურეკა მაგტიფიქსი. ალო, მიხო სახლია? მიხო ჩემ ფეხებია, სახლი პატარისა. პაპას ვენახებია კალაზნის პირა სახლიდან მოშორებით რა და თოხი გაიდო დილას მხარზე კაცო. შრომელი პაპა მიდის სათოხარში ვენახში. ძელი გზა იყო გასავლელი და მარშრუტკა იდგა მივიდა და ჯდება მარშრუტკაში და ზღოლე ეუნევა პაპი შენ თუ გინდა დაჯერ თოხს ვერ შაგატანინებ მარშრუტკაში. რას ამჩილო სათოხარში მივიდივარ მათოხრა უყო. რა ვიცი რაც გინდა ის ვეკენე მე შენ მარშრუტკაში თოხ ვერ შაგატანინებ. ბიჭო ადამიანო გაიგე კაცო ვენახში მივიდივარ თოხი მიმარ მარტო რა მინდა იქო. არ ვიცი პაპაო რაც გინდა ქენ მე შენ მარშრუტკაში თოხ ვერ შაგატანინებ. ამის მიერეშვილო იაკობ გოგე ბაშენმა თოხი დედაენაში ჩაიტანა შენ მე მარშრუტკაში ვერ ჩამატანა. მიხომ დარეკა სახლში. ალო, როგორ ახართ? კარგად. ვა, მე მგონი სხვაგან მოვხვდი. გამოიწერეთ ემიგრანტ TV. მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.